დღეს ჩვენ გვაქვს მორიგის ხდომა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა შორისი კომისიის მოგესალმებით დამსწრებს. მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, რომ შევაჯამო შემოსული ინფორმაციები ჩვენს კომისიაში 4 აპრილიდან მოყოლებული. ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია მხოლოდ 8 სატელეფონო ზარი. ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი არ ეხება ძალადობას, არც ერთი არ ეხება საარჩევნო კანონის დარღვევას. ეს არის ძირითადად ინფორმაციები, რომელი პარტია რომელ წარმომადგენელს გამოაგზავნის კომისიაში, ან მოთხოვნა კომისიაში მონაწილეობაზე დაშვების შესახებ. ეს რა თქმა უნდა არის კარგი ამბავი და მე იმედი მაქვს, რომ 15 ივნისამდე სწორედ ამავე ფორმით მივალთ, ანუ ძალადობის გარეშე, რათა ყველა კანდიდატს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიეცეს საშუალება თანაბარ პირობებში შეეჯიბროს ერთმანეთს, ხოლო არჩევანს გააკეთებს ურნასთან მისული ამომრჩეველი. აგრეთვე გაცნობებთ, რომ ამ პერიოდში ჩვენთან კომისიაში შემოსულია 25 ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან და ამ 25 ინფორმაციის გარშემო ყველგან მომხდარია რეაგირება, ხოლო არის რამდენიმე მათგანი, რომელზეც მიუხედავად იმისა, რომ მომხდარია რეაგირება, ან პასუხი გაცემულია, ჩვენ დღეს გეგმავთ, რომ განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ, თუ როგორ შეასრულეს სამინისტროებმა უწყებათა შორისი კომისიის წინასხდომაზე გაცემული რეკომენდაციები. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გამოვეცით რეკომენდაცია, რომ ყველა სამინისტროს ბრძანების რანგში აეყვანა ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საჯარო მოხელისათვის ნებადართული წინასაარჩევნო პერიოდში და რა არ არის ნებადართული. და ამ ხრივ კომისიის წევრმა ყველა სამინისტრომ ეს რეკომენდაცია შეასრულა და რეკომენდაციის შედეგად გამოსცა შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები საკუთარი საჯარო მოხელეებისთვის. ესენი არიან იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სასჯელ აღსრულების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო. ყველა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათმა საჯარო მოხელეებმა უკვე სავალდებულო შესასრულებელი წესების მიხედვით იცოდნენ, როგორ იქცევიან. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა ეს ინსტრუქციები ბრძანების წესით გამოცემული, ხოლო ახლა გადადგეს ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს ინსტრუქციები გახდეს შესაბამისი ეთიკის კოდექსის ნაწილი. უფრო მეტიც არა წევრმა სამინისტროებმა, ვინც არ არიან ჩვენი კომისიის წევრი, მათაც გამოსცეს იგივე ტიპის ბრძანებები, კერძოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, დევნილთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კულტურის სამინისტრომ. ეს ბრძანებები ძალაშია და ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნოს პოლიტიკური ძალა, მმართველი ძალა, პოლიტიკა და სახელმწიფო. მე როგორც ამ კომისიის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მორიგჯერ მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს და განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. ზედმიწევნით დაიცვან ინსტრუქციები, ჩვენი რეკომენდაციები, რადგან მკაცრი რეაგირება მოყვება სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ყველა დარღვევას, როგორც საარჩევნო კოდექსის, ასევე ჩვენი რეკომენდაციების. და ბოლოს მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, კიდევ ერთხელ მოგვაწოდონ ის სია აქტივისტების, რომლებიც ჩართული არიან მათ შტაბ-ბინებში და საარჩევნო პროცესში, რათა პროკურატურამ შეძლოს, რაც შეიძლება ეფექტიანად შეასრულოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი. ამასთან დაკავშირებით მე მოვიწვიე დღევანდელ სხდომაზე და მოგვიანებით შემოგვიერთდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელსაც გარკვეული მოსაზრებები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე როგორც ამ კომისიის თავმჯდომარე ვთვლი, რომ არ ხდება, ამაზე გვექნება უფრო დეტალური დისკუსია
და კანდიდატების ინტერესშია, რომ ეს სიები შედგეს და პროკურატურამ იცოდეს ამ ხალხთა ვინაობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვა მორატორიუმი ძალაშია და ის უნდა შესრულდეს ზედმიწევით. ფოტოიანი საარჩევნო სიის მიწოდებას არსებული გაორებები აღმოფხვრილი, იდენტიფიცირებული პირველ რიგში, შემდეგ აღმოფხვრილი 2,19,291 და შესაბამისად ზედაციფრების გამო მიზანი რა ხონდა პროექტს, რას დაეხმო ამ პროექტის საერთოდ მიიღებს ერთ უცხოელ ადამიანზე, მხოლოდ ერთ მონაცემს და მიზანი იქნება ერთი ამორჩეველი, ერთი ხმარო. მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა იუსტიციის სამინისტრომ. მეორე არის ბიომეტრი დღეს საქართველოში დადგა ხანა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში და მის გარეთაც არ ხორციელდება პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მაგრამ საარჩევნო გარემო უნდა იყოს უფრო სამაგალითო ვიდრე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელიც თავისთავად მაღალი სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ამიტომაც ჩვენ გამოვეცით დღეს ორი ტიპის რეკომენდაცია. ერთი ეხება პოლიციას, რომელსაც ჩვენ მოუწოდებთ, რომ უფრო გაამკაცროს მიდგომა იმ პირებისადმი, ვინც გაბედავს, მიიჭრება რომელიმე კანდიდატთან და ხელს შეუშლის მას ამომრჩეველთან ურთიერთობაში, რათა ჩვენ მივიღოთ უფრო მკაცრი სანქციები. როგორც ჩანს, 100 ლარიანი ჯარიმა ზოგიერთი ადამიანისთვის პრევენციის როლს არ ასრულებს. ამიტომ ჩვენ გვსურს, რომ ეს სანქციები იყოს უფრო მკაცრი, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ კანდიდატები არიან შეჯიბრში, მათ ჭირდებათ თავისუფალი გარემო და ხალხი გადაწყვეტს ურნასთან, რომელი კანდიდატი რომელს ჯობს. პრევენციის მიზნით უნდა გამკაცრდეს სანქციები და ამაზე ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია. მეორე რეკომენდაცია, რომელიც გამოვეცით, ეხება გუბერნატორებს და მე მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ საარჩევნო კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს, რა არის ნებადართული მათთვის და რა არ არის ნებადართული მათთვის. ამიტომ შესაბამისი დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობით ინსტრუქციებს შეადგენს გუბერნატორებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული საჯარო მოხელეებისთვის, რომ ზუსტად ისე, როგორც სამინისტროებში მინისტრებმა გავაკეთეთ, გუბერნატორებისთვისაც არსებობდეს ცალსახა ინსტრუქციები, რა არის ნებადართული და რა არ არის ნებადართული. მე იმედი მაქვს, რომ ეს ორი რეკომენდაცია კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და ჩვენ შევძლებთ, რომ 15 ივნის შევხვდეთ ნამდვილად დემოკრატიულ პირობებში.